ჩვენი გადაცემის სტუმარი ხელოვნებათმცოდნე სოფიო ღლონტია, მსახიობი დედაქალაქში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თეატრში მოღვაწეობდა, მონაწილეობდა არაერთ სპექტაკლში და მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ ხელოვნებას დაუთმო. გარდა ამისა, იგი პოეტიცაა. ბოლო რამდენიმე წელია კი საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა. ბათუმურ ცხოვრებას ალღომ მალევე აუღო და ქალაქში პატარებისთვის კლუბი ჩარლი ჩამოაყალიბა. სივრცეში ახლა ის ბავშვებს პანტონიმას მასტერკლასებს უტარებს. ვინ არის სოფიო ღლონტი და რას შესაძლებლობების ფანჯარა გააყო ჩვენს ქალაქში ახლა თავად მოგვიყვება. მოგესალმებით სოფიო, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა გიხდეთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში აი ჩვენს მაყურებელს რომ გაეცნო, ვინ არის სოფიო, შენზე უფრო მეტი რომ მოგვიყვება და შემდეგ უკვე გადავიდეთ შენ საქმიანობებზე. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე რთული კითხვა. ვინ ვარ მე? თუმცა შეიცან თავი შენი და შეიცნობ სამყაროს, ხო? და ხშირად მთელ ცხოვრებას ვანდომებთ ადამიანები იმას, რომ გავიგოთ რეალურად ვინ ვართ ჩვენ. ეს თუ ასე ფილოსოფიურად გავყვებით ამ ამბავს. თუ არა და ასე მარტივადაც შემიძლია გიპასუხოთ, სოფიო ღლონტი, ხშირად ესე ხუმრობით ვიტყვი ხოლმე, რომ ვარ შუშპარა და მჩქეფარე, იმერული გენეტიკის მატარებელი პიროვნება და ესეთი მჩქეფარე ცხოვრების მოყვარული ადამიანი, რომელიც ვერ ეტევა სივრცეში, ვერ იტანს კედლებს, რომელიც უსაზღვროა და ყოველთვის ცდილობს დალაშქროს მთები, ველები, მინდვრები, ჰორიზონტები, გადაიფრინოს და არ იყოს ერთფეროვნება. არა, კატეგორიულად და ვფიქრობ ხელოვანი ადამიანის ეს განსაკუთრებულობა თუ შეიძლება ასე ითქვას, რა არის? რა უფეროვნება? ის არის ის თავის თავში ატარებს თავისუფლების იდეას, რომელიც ჩემთვის არის ყველაზე დიდი და აღმატებული იდეა. აი შენ ცხოვრების თეატრალური ეპიზოდზე რომ გვიაბო, რატომ აირჩიე მსახიობობა და რა გზა გაიარე, ვიდრე სცენამდე მიხვიდოდი? მე ვფიქრობ, როგორც ბიბლიაში წერია, ჩვენს ცხოვრებაში მოქმედებს დრო და შემთხვევა. და თმის ღერიც არ ჩამოგვივარდება ღვთისნების დაშვების გარეშე. თუმცა წამს ასევე გენეტიკის, დავიბადე და გავიზარდე ლოტბარი ბაბუის, ნოე ბარბაქაძის ოჯახში, დედის მხრიდან. და ჩვენს ოჯახში იკრიბებოდნენ კორიფე ადამიანები, მამია ხატელიშვილი, კავსაძეები, არ მინდა ვინმე გამორჩეს, მედეა ჯაფარიძე, მუხრან მაჭავარიანი, რაც ძალიან მიამაყება. ბაბუა იყო სოლისტი და რამოდენიმე გუნდს ხელმძღვანელობდა ის. და თან საკრალური გახლავთ ის, რომ ჩვენ ერთ რიცხვში დავიბადეთ 4 თებერვალს. ძალიან სასიამოვნოა. ორივე და მისთვისაც საკრალური იყო ეს რაღაცებს უკავშირებდა და ჩემთვისაც ძალიან ესეთი თარიღია. მნიშვნელოვანი 4 თებერვალი და ბაბუას ჰქონდა სურვილი, მან აღმოაჩინა სიყრმის წლებში ჩემში, რომ რაღაცა მუსიკის მიმართაც მქონდა მიდრეკილებები. იქ შემეძლო გამეთამაშ, სულ თამაშობდი, სულ სცენაზე და სულ როლში ვიყავი, ხან პრინცესა, კონკია, ნუ არ ვიცი, სხვადასხვა პერსონაჟი ასე ვთქვათ და მან შეამჩნია ეს უნარები ჩემში. უკაცრავად და მას ჰქონდა სურვილი, რომ გავყოლოდი ასე ვთქვათ ხელოვნებას. ძალიან სასიამოვნოა, ძირითადად ხელოვანი ადამიანები სწორედ ვიღაცისგან იღებენ ინსპირაციას, ან ბებიებისგან, ან ბაბუებისგან, ან კიდევ სხვა ოჯახის წევრებისგან, მათ შორის მშობლების გზას ადგებიან და გასაგებია უკვე ალბათ ბაბუა იყო ამ ინსპირაციების წყარო, რომ ყოფილიყავი მრავალმხრივად დატვირთული ცხოვრების მქონე. აი, საინტერესოა თეატრი როგორ მოვიდა შენ ცხოვრებაში, აი მაინც და მაინც თეატრი რატომ გარდა იმისა, რომ როლში იყავი და ბავშვობიდან გინდოდა, აი როგორ გრძნობდი თავს თეატრში და რატომ მოხდა პაუზა? ეგეც რაღაც უცნაური შემთხვევა იყო. გადავწყვიტე გოეთეს ინსტიტუტში ჩაბარება, წავედით მე და დედა, ანუ გერმანული ენის სპეციალობაც მაქვს დამთავრებული და იქ გვითხრეს, რომ ცოტა ადრეა საბუთების მიღება და გავისეირნეთ ქაშვეთის ეკლესიაში, სანთელი უნდა დაგვენთო და იქვე არის თეატრალური უნივერსიტეტი მოგეხსენებათ და ამასაც მე შემთხვევითობას ვერ მივაწერ. ნანა დემეტრაშვილი იყო ესეთი რეჟისორი და გამოვიდა და მან მითხრა, რომ ძალიან მოვწონვარ სცენისთვის, ანუ ვიზუალი მოეწონა. არ ვიცი, დღეს რაღაც ესეთ ფორმაშიც ვიყავი, სპეციალურად მადლობთ და
ну სასცენოდ ირჩევენ ხოლმე, არის ესეთი სპეციფიკა, რეჟისორები რა თვალითაც აფასებენ ხოლმე, ასე ვთქვათ, მომავალ მსახიობებს და რატომღაც მოხდა ისე, რომ ამირან შალიკაშვილმა ამიყვანა პანტომიმის თეატრში და იმ მომენტში კი ძალიან რთულად მომეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ პანტომიმის სპეციალობა გასწავლის როგორ გეჭიროს თავი, როგორ იდგე, როგორ იმოძრაო, როგორ იმეტყველო სხეულის და ჟესტების ენაზე. ძალიან საინტერესოა, ახლა რასაკეთებთ ამ მიმართულებით. გადმოხვედით ბათუმში და მოგიხდათ თუ არა ბათუმში გადმოსვლისას რომ სცენა წამოსულიყავით. თლად ბათუმს ვერ დავაბრალებ, რომ სცენიდან წამოვედი, ანუ თეატრში უკვე აღარ ვიყავი, აღარ მუშაობდი, მაგრამ მუშაობდი ცოტა ხნით, ანუ სხვადასხვა დროს ხო გეუბნებით, აი სხვადასხვა რაღაც ეტაპები ცხოვრებაში, პრესაში მუშაობდი უკვე ბოლო წლებში. ვიდრე ბათუმში გადმოვიდოდი. სხვათა შორის ანიმატორადაც მუშაობდი, ნუ არ ჩამოვთვლი ხა ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებდი, გარდა პანტომიმის თეატრისა. იქ თოჯინების თეატრშიც მუშაობდი რაღაც პერიოდი, დრამის თეატრშიც ვიცვლიდი ესე რაღაც მიმართულებებს. მინდოდა მეცა და მრავალმხრივ მომესინჯა ჩემი, ასე ვთქვათ, უნარები. და შემდეგ რა ხდება? 5 წლის წინ გავიცანი ზურა კალანდარიშვილი, ჩემი მეუღლე, ჩვენ საერთო საქმით, ასე ვთქვათ, ჩემი წიგნის, მეორე წიგნის, ასე ვთქვათ, სპონსორი გახდა ის, ვინაიდან მას ჰქონდა სტამბა და შემდგომში გამომცემლობა და იქ გამოუშვით ჩვენი წიგნი, ასე ვთქვათ, ჩვენი პირმშო გოლგოთის ღამე და ნუ მოკლედ ასე მოხდა ჩემი ბათუმთან ზიარება. ძალიან საინტერესოა და ბათუმში ახლა ამჯერად ამ წუთას არის ასეთი ძალიან კარგი ქალბატონი, საინტერესო ქალბატონი ლალი ანთიძე, რომელსაც აქვს საყვარელი ადამიანი. და მან შემომთავაზა და დამითმო თავისი სივრცე იმისთვის, რომ გამეკეთებინა და აი ამ მიმართულებით განევითარებინა. აი ამაზე გვესაუბრე, ძალიან საინტერესოა, რა საქმიანობ აქ კონკრეტულად, რა სახის კლუბი გაქვს გახსნილი, ვინ არიან მონაწილეები, როგორია ბავშვებთან მუშაობა? ეს არის ძალიან ახალი დაარსებული, ასე ვთქვათ, სივრცე ჩარლი, დავარქვი, ჩარლი ჩაპლინის ინსპირაციით დავარქვი ეს სახელწოდება. და 6 წლიდან 18 წლამდე ბავშვები, მაგრამ ვფიქრობ, განუსაზღვრელი ასაკით მივიღო, ასე ვთქვათ, მსურველები. შესაძლოა ეს მშობლების სურვილიც იყო შესაძლოა, რაღაც საშუალო ასაკს მიტანებული პიროვნებები, რომლებსაც აინტერესებთ თუნდაც სამოყვარულო დონეზე მსახიობის ხელოვნება და აი ძალიან საინტერესოა რა ხდება აქ, რას ასწავლით ბავშვებს? ბავშვები სწავლობენ მეტყველებას, სასცენო მოძრაობას, აი რასაც მოიცავს მთლიანად ეს მსახიობის ხელოვნება და განსაკუთრებული ის არის, რომ ამ ქალაქში ვფიქრობ, არ არის ეს სერვისი, ასე ვთქვათ, პანტომიმის დარგის რამდენად დიდი გამოხმაურება ქონდა და დაინტერესება ახალგაზრდების და როგორია ბავშვებთან მუშაობის სპეციფიკა, ამასაც რომ მოგყვება. ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ, ჩვენ ახლა ვგროვდებით და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით, თუ მაქვს ამისი უფლება, რომ მოუწოდო მშობლებს, რომ მოიყვანონ ბავშვები, ისინი თუ არ გადაწყვიტავენ, რომ გახდნენ მსახიობები, იქნებიან ძალიან დახვეწილი მოქალაქეები, რომლებიც სწორ დგომას, სწორ სიარულის მანერას და ჟესტებით და მიმიკებით ესე დახვეწილ ურთიერთობებს ისწავლიან. ძალიან საინტერესოა პატარებთან მუშაობა. პატარებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. ისინი რეკლამენ ყველაფერს, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით. ყავს რამოდენიმე ჯერჯერობით ძალიან ვინაიდან ახალი სივრცეა? დიახ, ჯერჯერობით ახალი სივრცეა და დიდი იმედი მაქვს, რომ გამრავლდებით და გვიხარია ჩვენ ახალი წამოწყებები ქალაქში, გვიხარია რომ ასეთი სერვისი არსებობს და რა თქმა უნდა, ალბათ ძალიან ბევრი მშობელიც დაინტერესდება ასეთი საინტერესო მიმართულებით და ბევრი მსურველიც გეყოლება. მინდა დავამატო ის, რომ არტ-თერაპიული კუთხითაც ძალიან საინტერესოა პანტომიმა. აი მე პირადად მედიტირებ ხოლმე, ზღვის პირას გავდივარ, ეს ქალაქი იძლევა სრულიად ამის საშუალებას,
რომ აი ზღვა, იქ ბუნება, სიმწვანე და აბსოლუტურად დაკავდეთ, აი ესე ვთქვათ, მედიტაციით და იგივე იოგით მე ასე შემიძლია. ჩვენ გადაცემის დასაწყისშიც ვახსენეთ, რომ პოეზიაც და თავადაც ახსენეთ, რომ მეუღლე დაგეხმარათ თქვენი ამ ყველაფერში და ძალიან საინტერესო ისტორია იყო. აი პოეზიაციც რომ მოგვიყვეთ და რამე პატარა ლექსიც რომ წავიკითხოთ. პოეზიის სფეროში ჩემს გადმონაცვლებაში ვადანაშაულებ ბრჭყალებში დედას. მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ჩემი ბავშვობის დროინდელი დამალული, ასე ვთქვათ, დღიურები გამომეტანა მზის სინათლეზე და სადმე დამებეჭდა. პირველ ეტაპზე მან ეს ჩემ გარეშე გააკეთა, ის ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს და მიიტანა თვითონ უნივერსიტეტის რედაქციაში, მაშინ ძალიან გავუბრაზდი. და მოკლედ შევრიგდით მერე, მაგრამ ძალიან გავაფრთხილე რომ არსად არ გამოეჩინა, იმიტომ რომ საქართველოს შოთა რუსთაველის, ჯემალ ქარჩხაძის, ოთარ ჭილაძის, არ ვიცი ვინმე არ მინდა გამომჩეს, აი ძალიან ისეთი მემკვიდრეობა გვაქვს ლიტერატურაში. გქონდეს იმის საშუალება, რომ საკუთარი შესაძლებლობები უკვე შემდგომ თაობებს გაუზიარონ. რა თქმა უნდა, მე ახლა უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რადგან ვთვლი, რომ ყველა ეპოქას ყავს თავისი ზუსტად ამის ხამიდოდა. დიახ, არ შეიძლება დავაკომპლექსოთ ბავშვი ან შოთა რუსთაველით, ან ჯემალ ქარჩხაძით და იგივე ჭილაძით. რადგან შეიძლება 21 საუკუნე თუ 22 საუკუნე იქნება თავისი, ასე ვთქვათ, ჭილაძეები და რა თქმა უნდა, ყველას უნდა გქონდეს იმის შესაძლებლობა და შანსი, რომ გამოვიდეს თავისი და ნიჭი. თანამედროვე მწერლებიც აუცილებლად საჭიროა ჩემი აზრით. აუცილებლად 2012 წელს მოხდა ჩემი, ასე ვთქვათ, დებიუტი. დედის დაჟინებული თხოვნით კარგი ჯანდაბას იყოს მეთქი ესე ავდექი და ჩემი ნაშრომები წავიღე ჟურნალი ცისკრის რედაქციაში და იქ ბატონმა ბაღათერ არაბულმა წაიკითხა ეს ლექსები და მახსოვს ესე რვეულით მიტარები მას ეხაც რვეულით ხარ ბოსული? კი, თუმცა წიგნი მაქვს, მაგრამ რატომაც მოვიტანე და რატომ მოვიტანე, იმასაც ვიტყვი რვეული. და მიაწერა შენ შორს წახვალ. არ ვიცი რამდენად შორს წავალ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცუდი გამოხმაურებები არ მაქვს და ფიქრობ რომ კითხველამდე მიდის ჩემი პოეზია. ძალიან სიმბოლურია, მიუხედავად იმისა, რომ წიგნი გაქვს, მაინც ეთერში რვეული. რატომ აი ეს რომ მოგვიყვე? რატომღაც ძალიან მოდური გახდა პოეზიის საღამოებზეც ტელეფონს ამოღებული ტელეფონით ესე კითხულობენ. არავის ასე ვთქვათ ბულინგი არ მაქვს ასე ვთქვათ გადაწყვეტილი, მაგრამ ჩემთვის ცოტა ესეთი ну, ჩემი სუბიექტური აზრია, მე ძალიან მომწონს, კი არა და ხშირად ხუმრობ, მე ყოველთვის ვარ როლში, არა 21 საუკუნის ქალის როლში, არამედ მე-18 ესეთი ვუალებით და ესეთი კორსეტოვანი კაბებით, ასეთი წარმომიდგენია, როდესაც ბატის ფრთით წერდნენ და რაღაც შექსპირის ხანაში წარმომიდგენია. ძალიან მიყვარს ფურცელი, ძალიან ინტიმურია მასთან მუშაობა და ბევრ საიდუმლოს ინახავს. და დავაკვირდი რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის სწორედ ფურცელი. ანუ გამოდის რომ დედის დაწყებული საქმე ინეთ წარმოტებული აღმოჩნდა შეთვით რომ დღემდე ამ საქმით ხარ დაკავებული. დღემდე ამ საქმით დიახ და მინდა ვთქვა რომ ბათუმში არის ასეთი გამომცემლობა 2022 წელს დავარეგისტრირეთ გამომცემლობა ოდა ძალიან ესეთი რომელსაც ხელმძღვანელობ შენ? ხელმძღვანელობ მე და ჩემი მეუღლე სტამბა გამომცემლობა და მუშაობთ ისეთ ავტორებზე, რომლებიც სისტემამ შეიძლება ასე ვთქვათ გაანადგურა თითქოს თავის დროზე, ასე ვთქვათ ჩასვა როგორც კონკიას დედი ნაცვალმა რაღაც თონეში და დააყარა მარცვალი თავზე. ხშირად ხდება ეს და ძალიან ისეთი გამიჩნდა უკვე სურვილი ამის რომ ვნახო და წავიკითხო აი ეს ნამუშევრები, იმიტომ რომ უკვე ძალიან საინტერესო შესავალი ქონდა. აი ასევე მინდა გითხრა რომ მრავალმხრივ ხარ აქტიური, ქალაქმა ძალიან კარგად გაგიცნო ამ 5 წლის მანძილზე და მინდა გითხრა ესეთი რამ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი აი პერსონა ადამიანების მხრიდან თუნდაც თეატრის მსახიობების, თუნდაც ისე მსახიობების, ან ზოგადად ცნობადი ადამიანების მხრიდან რაღაც საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირება რამდენად მნიშვნელოვანია და საჯაროდ იმის თქმა, რასაც ფიქრობს. და დღეს ჭირს თუ არა ეს? ძალიან გამიხარდა ეს შეკითხვა, მინდა გითხრათ. ორიგინალურია და ძალიან საინტერესო.
ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად ვამბობ, თქვენ იცით, რომ მე ვარ ძალიან აქტიური მოქალაქეობრივად, ხშირად ვარ, ასე ვთქვათ, შემიძლია რაღაც გავაპროტესტო, აქციებზეც გავიდე, არ დავიმალო, არ შემეშინდეს რაიმეს დაკარგვის, რადგან ვიცი, რომ არაფერი არ იკარგება სამყაროში, თუ კი შენ ნამდვილად რაღაც ღირებულებებზე და იდეალებზე ხარ დაყრდნობილი და ისწრაფვი ამისკენ და მე მაქვს პრეტენზია, რომ ვიყო ჯერ ძალიან კარგი მოქალაქე და შემდგომ შემოქმედი ადამიანი, თორემ აი რა გითხრათ? არავის არ მოვიყვან მაგალითად, მაგრამ თუ მოქალაქედ არ არის კარგი შემოქმედი ადამიანი, არ ვარ ასე რომ ვთქვათ, მე მისი კალამის არ მჯერა იმ ხელოვანის, რომელიც მხოლოდ ლექსებში გამოხატავს პატრიოტიზმს, არ მჯერა. საქმე მან გამოგაჩინოს და მე ხშირად ვცდილობ, რასაც ვლაპარაკობ, ვიყო ის რეალურად. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ხელოვანი ადამიანები გვყავს ჩვენ. ესე კონკრეტულად ვერც მუხრა მაჭავარიანი არის ამისი ცოცხალი მაგალითი, მე პირველ რიგში ეს გამახსენდა. ძალიან სასიამოვნოა, ძალიან მიხარია და თუ წაგვიკითხავთ ერთ პატარა ლექსსაც, ძალიან კარგი იქნება. აუცილებლად წაგიკითხავთ. სხვათა შორის ცოტა ხნის წინ მადლიერი ვარ ეს ლექსი დაბეჭდა ვახტანგ ჯავახაძემ, მოიწონა ლიტერატურულ გაზეთში და შემდეგ როსტომ ჩხეიძემ ესეთი სიურპრიზად წერილი გამოაქვეყნა ლექსებზე და სიამოვნებით მოგისმენთ, ალბათ ჩვენი მაყურებელიც. ეს ლექსი გახლავთ, ძალიან მიყვარს, ჩემი სამაგიდო წიგნია, ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა და ამ ინსპირაციით არის შექმნილი და ვტოვებ მასტერს ბჭყალებში. ძვირფასო მასტერ. თვარის პორტრეტზე შეგნიშნე წუხელ. მკრთალი ხაზებით ავლებდი შენს ლანდს. ჩემს საიდუმლოს ვერავის ვუმხელ. მხოლოდ შენ გესმის და მხოლოდ ვოლანს. ჩემი სიგიჟის მიზეზებს ხედავ. ამ სკეპტიკოსი პოეტის თავით მოკვეთილი ვარ ცხოვრების ხიდან. და ამ კედლებმაც გამხადეს ავად. ავად ვარ, ავად. მე ახლე, მოდი, ვგრძნობ მარგარიტას ამბორის ძალას ის, რასაც მაშინ აქ მიამბობდი. მიამბე ისევ, ნუ დამიმალავ. საფიქრალს ისევ, ვისევ და ვისევ, პილატეს ირგვლივ, ვწრიალებ, ვბორგავ და იეშუას უცოდველ სისხლზე. რწმენის თესლს ჩავყრი და მერე მოვრგავ. ძლიერ ცივია საკანი ჩემი. ძილი გამტყდარი პილატეს მსგავსად მთვარის სხივს გაჰყვა სხვა დანარჩენი. რაც რამ გამაჩნდა, დევს გულზე ხავსად და მეშინია სიჩუმის ახლა. შავი კატის ხმას გავურბი, ვუფრთხი რომ ჩემს ბედს, ზეთის სურნელი ახლავს და ბრბოს, ურწმუნო, განბანվել ფურთხით ვიწმინდა თვალებს, ჰანოცრის დარად და პონტოელი პილატეს ბედზე. გაუშვებ ალბათ, პილატეს ალბათ და არ დატოვებ იუდას ხეზე. მთვარის სხივებზე შეგნიშნე წუხელ. დარდი არ გქონდა ცისა და მიწის რადგან. იხილე, დარწმუნდი, იცი, ხელნაწერები არასდროს იწვის. ძალიან დიდი მადლობა, მართლა სიღრმეებში წავედი და ძალიან სასიამოვნო იყო თქვენ ლექსის მოსმენა. მიხარია, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს ქალაქში. მიხარია, რომ აგრძელებს შესაქმიანობას და პატარებსაც უზიარებს, წარმატებებს გესურვებთ და მადლობა, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავით. წარმატებებს გესურვებთ, მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობა. ასევე ძალიან დიდი მადლობა თქვენ. წარმატებები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებელი ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გაგიცნობს და ჩაერთვება შენ საქმიანობაში და მათ შორის მოიყვანენ ბავშვებს იმისთვის, რომ რაღაც განსაკუთრებული და სხვანაირი საქმიანობები, სხვანაირი რაღაცები ისწავლონ, რასაც შენამოფ რა ითქვენ, ჩვენთან არ არის ეს სერვისი. დიდი მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და თქვენს მაყურებელს მადლობა. ჩვენ კი მაყურებელს შევახსენეთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ხელოვნებათმცოდნე სოფიო ხლონტი იყო.